პირველად მინდა გითხრათ ის, რომ შევეცდები ძალიან მოკლედ შევეხო ჩემს სათქმელს, იმიტომ გიორგიმ ამომწურავად ისაუბრა ახალი სკოლის მოდელის შესახებ ფიზიკის ჭრილში. მე შევეცდები ცოტა სხვა კუთხით დაგანახოთ აი ეს საკითხი. ჩვენ ყველა ვართ განათლების დარგში მომუშავე ადამიანები და მიმაჩნია, რომ ჩვენი როლი მთლიანად განისაზღვრება მოსწავლეზე ორიენტირებით და შესაბამისად უნდა იყოს მოსწავლეზე მორგებული. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერების გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, მდგომარეობს მოტივაციის დაბალი დონე. ამიტომაც არსებობს საერთაშორისო პროექტები, ძალიან ბევრი საინტერესო, მათ შორის მაგალითად CERN-ში ფიზიკის მასწავლებლების სტაჟირების პროგრამა. ეს ყველაფერი უკავშირდება სწორედ საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართ დაბალ მოტივაციას და კერძოდ ფიზიკის მიმართ. ჩვენი ასე ვთქვათ, ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაშიც ეს გამოწვევა განსაკუთრებით მწვავედ დგას. და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მასწავლებლები ვერ მივაღწევთ მოტივაციის ამაღლებას ფიზიკის კუთხით, პრაქტიკულად ფიზიკის და ზოგადად ჩვენი საგნის მიმართ პრაქტიკულად ფუჭად მიმაჩნია ჩვენი საქმიანობა. მოტივაცია განსაზღვრავს სწავლის შედეგებს და მეორეს მხრივ სწავლის შედეგებიც განსაზღვრავს მოტივაციას. ამიტომ ეს საკითხი მიმაჩნია უმთავრესად. რატომ საუბრობ ამაზე? ახალი სკოლის მოდელით ჩვენი საგნის მიმართ პრინციპში გარკვეულწილად ეს გამოწვევა გადაჭრილია. მოტივაცია, რომელიც უნდა არსებობდეს სკოლაში, ამაზე გარკვეულწილად მუშაობს სკოლისთვის დამახასიათებელი, ამ ახალი სკოლის მოდელისთვის დამახასიათებელი მიდგომა кейსებით სწავლება. მე ახლა მინდა წარმოგიდგინოთ სულ რამდენიმე სკოლა დიდია, რომელშიც მე მუშაობ, 6-7 პარალელია, ამიტომ ამ კუთხით ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი, როგორც მოდელი, ასევე სხვა პროდუქტები არის უამრავი. მე შევეცადე რამდენიმე მეჩვენებინა თქვენთვის, დამენახებინა ჩვენი ბავშვების მიერ შექმნილი ასე ვთქვათ პროდუქტები და ეს არის მოდელი. პირველი გახლავთ იგლუ, რომელიც შექმნეს მერვე კლასის მოსწავლეებმა, ეს სითბური მოვლენების შესწავლისას მერვე კლასში, ასევე მე-10 კლასში საბაზო საფეხურის, საშუალო საფეხურის ფარგლებში, ფარადეის გალია, სულთანი, ეს ელექტროსტატიკის სწავლების პროცესში და კატაპულტა, რომელზეც მინდა გესაუბროთ ძალიან მოკლედ, ძალიან სწრაფად გავივლი ამ საკითხს. კატაპულტა, რომელიც ასევე მერვე კლასში მექანიკური მოვლენების შესწავლის ფარგლებში შეიქმნა. და საჭიროდ მიმაჩნია წარმოვადგინო პირდაპირ მატრიცა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ასე ვფიქრობ, რომ ასე ვთქვათ ვიზუალურად აი ამ სწავლების დიზაინი იქნეს დანახული. თავდაპირველად ვისაუბრებ ძალიან მოკლედ შევეხები ცნებებზე, სამიზნე ცნებებზე, მოგეხსენებათ 4 ცნება გვაქვს. აი ეს კონკრეტული დავალება, რომელიც კატაპულტის სახელწოდებითაა ცნობილი, 2 ცნებას, მატერიას და ენერგიას ააქტიურებს. кейსი, მინდა ამასაც შევეხო მოკლედ, მდგომარეობს შემდეგში, ისტორიულ კონტექსტშია ეს кейსი. ალექსანდრე მაკედონელი ქალაქ ღაზის ალყის დროს მძიმე დაიჭრა მხარში კატაპულტის სისხლით, რომელმაც მისი ფარი და აბჯარი სრულიად ადვილად გაარღვია. თვითონ ალექსანდრე იყენებდა ამ უმაგდებელი ძალის იარაღს ბრძოლაში. ამის შემდეგ უკვე ვიტყვი იმას, რომ გამოვტოვებ გარკვეულ ნაწილს, კატაპულტა ზოგადად უკვე სახელწოდებაზეა საუბარი, რას ნიშნავს კატაპულტა ზოგადად ყველანაირი ქვის და ისრის ტყორცნელ მანქანას უწოდეს. სიტყვა სიტყვით კატაპულტა აქ ბერძნულად კატაპელც ასე ითარგმნება წინააღმდეგ კატა ფარისა პელტე. ანუ ფარის წინააღმდეგ
საბრძოლო საშუალებას წარმოადგენს. ეს სახელწოდება მომდინარეობს კატაპულტის თვისებიდან, გაარღვიოს ნებისმიერი აბჯარი და მოკლას თუნდაც მძიმედ აღჭურვილი მებრძოლი შორ დისტანციაზე. მიმაჩნია, რომ ეს кейსი აღძრავს გარკვეულ მოტივაციას ბავშვებისთვის და გააჩენს ინტერესს, რატომ შეიძლება ფიზიკაში ისწავლოს, გაიაროს და გაიაზროს ისეთი საკითხები, რომელიც აი ამ კონკრეტულ кейსს უკავშირდება. რაც შეეხება იდეას, მოსწავლემ უნდა შექმნას მოდელი, კატაპულტა და ახსნას მისი მოქმედების პრინციპი, გამოიკვლიოს რა ფაქტორებზეა დამოკიდებული აღნიშნული მოწყობილობის ეფექტურობა, რა გარდაქმნები მიმდინარეობს ენერგიის და დასკვნები წარმოადგინოს პრეზენტაციის სახით. და ბოლოს უკვე დასრულებისას, დავალების დასრულებისას მოსწავლე პასუხობს კითხვას, როგორ აიხსნას აი ეს მოქმედების პრინციპი მისი და რა ფაქტორებზეა დამოკიდებული მისი ეფექტურობა. მარცხნივ გვაქვს ის სამიზნე ცნებები, რომელზეც უკვე იყო საუბარი, მე ამაზე აღარ ვისაუბრებ. ეს სტრუქტურული ერთეულები განხილულია და ამ ერთეულების, ასე ვთქვათ, გააზრება დაფუძნებულია იმ საკითხებზე, რომელიც მოცემულია აქ მექანიკური მუშაობა, სიმძლავრე, მექანიკური ენერგია, ენერგიების გარდაქმნა და ასე შემდეგ. ამის შემდეგ უკვე საუბრობთ ასევე მკვიდრ წარმოდგენებზე, ეს ყველასთვის ცნობილია, მე აქ აღარ გავჩერდები და მინდა შევჩერდე იმ კრიტერიუმებზე, რომელიც სამი კრიტერიუმია, რომელიც კონსტრუქტივისტული მიდგომით უყალიბებს ცოდნას ბავშვებს და ასე ვთქვათ, წარმოდგენას აძლევს იმ წარმოდგენას აძლევს და გაღრმავებულ ცოდნის მიღების საშუალებას აძლევს სწორედ აი ამ კატაპულტასთან დაკავშირებით. აი ამის შემდეგ უკვე ამ კონკრეტულ დავალებაში ჩაშლილი გვაქვს აი ეს კრიტერიუმები, სადაც მოცემულია როგორ უნდა, რატომ გამოვიტანეთ ხა პირდაპირ მატრიცა. აღნიშნულ სლაიდზე წარმოდგენილია რესურსი, წარმოდგენილია აქტივობა და წარმოდგენილია ის საკითხები, რომელიც უნდა ისწავლოს. ანუ რეალურად მატრიცა წარმოადგენს საშუალებას, რომელშიც ჩანს კავშირი შემდეგ საკითხებზე, რატომ უნდა ისწავლოს ეს საკითხები ფიზიკაში, ფიზიკის გაკვეთილზე, როგორ უნდა ისწავლოს, რა რესურსზე დაღდნობით. და მასწავლებელი აი ამ აქტივობების ჩამონათვალით პირდაპირ შეაქვს მას მოცემული რესურსები, აძლევს საშინაო დავალებას რესურსების გათვალისწინებით, მოსწავლე მუშაობს როგორც სახლში, ასევე სკოლაში საგაკვეთილო პროცესში და როგორც გიორგიმ ისაუბრა, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აი ეს ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენება, რომელიც აი ამ პროცესების შესწავლას უწყობს ხელს, პროცესის ვიზუალიზაციას უწყობს ხელს. აღნიშნულ მატრიცაში წარმოდგენილია პირდაპირ ცხრილები, რომელიც საშუალებას აძლევს მასწავლებლებს კლასში განახორციელოს კვლევა და ვიზუალიზაცია მოახდინოს, რაზეა დამოკიდებული, მაგალითად გრავიტაციის ცვლილება შემოდის გარემო პირობების ცვლილება და აი აღნიშნული პირობებიდან გამომდინარე მოსწავლე იკვლევს პროცესს. ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია მატრიცის ბოლოს განკუთვნილი კითხვები, წარმოდგენილი კითხვები, რომელიც ერთგვარ რეფლექსიას წარმოადგენს. მოსწავლე და მასწავლებელიც აანალიზებს ბოლოს, აჯამებს საკუთარ სწავლის პროცესს და კითხვაზე სცემს პასუხს, როგორ მიმდინარეობდა მისი მუშაობის პროცესი, რა იყო დადებითი, რას შეცვლიდა მომავალი კომპლექსური დავალების განხორციელებისას სწავლის პროცესში, რისთვის იყო საინტერესო ეს, მისთვის პირადად რისთვის იყო საინტერესო, რა მოუტანა და ასე შემდეგ. და ბოლოს მინდა შევადარო მეორე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმა, მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას, თუ კი წინა შემთხვევაში ეს სასწავლო პროცესი დაფუძნებული იყო ფაქტობრივ ცოდნაზე, საკითხების დასწავლაზე, უნარებზე, პროცედურებზე, ახალი მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმის მიხედვით ეს ცოდნა განზოგადდება და ხდება ცოდნის ტრანსფერი. ვისაც საქმე ქონია აღნიშნული მეთოდით სწავლებასთან არ არსებობს
მას და არ ეფიქროს დადებით ასპექტებზე და ასევე გამოწვევებზე. მე ჩემი კუთხით შევეცდები, ჩემი მხრიდან შევეცდები რეკომენდაციებზე ვისაუბრო, რა ნაირად შეიძლება დანახული გამოწვევის გადაჭრა, მაგრამ დადებითზე წმინდა შევჩერდე, გაიზარდა, ამაღლდა მოსწავლეთა ჩართულობა, მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, ამაღლდა მოტივაცია, მოსწავლეთა მოტივაცია, გარკვეულწილად რასაკვირველია და მოხდა სასწავლო რესურსების განვითარება ჩვენთან ფიზიკაში. ასევე მოსწავლეთა გუნდური მუშაობის უნარების განვითარება მოხდა, თანამშრომლობითი კულტურის განვითარება მოხდა სკოლაში და ასევე უნდა აღვნიშნო SSSM მოსწავლეებისთვის მოქნილი ფორმატი კომპლექსური დავალების მატრიცის, რომელსაც საჭიროების მიხედვით შეუძლია მოდიფიკაცია გაუკეთოს პედაგოგმა. რაც შეეხება გამოწვევებს, პირველ რიგში აღნიშნული მოდელი მოითხოვს კარგად ტექნიკურად აღჭურვილ გარემოს, როგორც სახლში, ასევე სკოლაში. ასევე მოსწავლეთა პრეზენტაციების წარდგენა და უკავშირის განხორციელება მოითხოვს დროს, რომლის გადაჭრა შეიძლება კარგად თქვა ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ, თუნდაც ვიდეოს ჩაწერით. აი ვიდეოს ჩაწერის დროს ერთი მხრივ მოსწავლე საკუთარ სათქმელს ახერხებს შეზღუდულ დროში, ასე ვთქვათ, მოახერხოს და თქვას სათქმელი, მეორე მხრივ ტექნიკურად იძენს, ასე ვთქვათ, იმ უნარებს, რომელიც ამ საქმეს სჭირდება. ასევე შეიძლება ჯგუფური პრეზენტაციების გაკეთება და დავალების დანაწევრება. ახალი სკოლის მოდელის ცნებათა პედაგოგზე დაფუძნებული მიდგომების მიმღებლობის პრობლემა დგას კიდევ მასწავლებლებში. ის მასწავლებლები, რომლის მიჯაჭვული არიან სახელმძღვანელოზე, ბუნებრივია უჭირთ აი ამ მიდგომებით სწავლება. ამ შემთხვევაში მიმაჩნია თვითონ სახელმძღვანელოები უნდა ადაპტირდეს და გაცილებით მეტი ტერმინოლოგია განთავსდეს ამ სახელმძღვანელოებში აი ამ ცნებათა პედაგოგიკის კუთხით. და ასევე გამოწვევად მიმაჩნია ცალკეულ შემთხვევაში მშობლები აპროტესტებენ იმის გამო, რომ მოსწავლეთა დავალებები, კომპლექსური დავალებები მაგალითად მოდელის შექმნას მოითხოვს, ინიციატივა ბავშვების მცირდება და მთელი დავალება გადადის მშობლებზე. ეს არსებობს. ამ კუთხით მიმაჩნია თვითონ დავალების მოდიფიკაცია უნდა მოხდეს, ანუ შეცვლა, რედაქტირება და გათვალისწინებული იქნას ასაკობრივი უნარები მოსწავლის, ცოდნა, უნარები და ისე მიეწოდოს მოსწავლეს. აი ეს იყო სულ რის თქმაც მინდოდა, მე შევეცადე ძალიან მოკლედ მესაუბრა, მადლობთ ყურადღებისთვის. თუ კითხვა გექნება, გისმენთ.